უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირმა გადაწყვიტა კარი გაუხსნას და დაჩქარებული წესით მიიღოს როგორც უკრაინა, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, საქართველო და მოლდოვა. ორი რამ, რასაც ევროკავშირი ითხოვს, გაწევრიანების სურვილი და მინიმალური სტანდარტია, რასაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, განსხვავებული აზრის გამო არ ვცემოთ ერთმანეთი. პოლიტიკური ოპონენტები არ დავიჭიროთ უსამართლოდ. სასამართლო არ იყოს უსამართლობის წყარო. მარტივად, ევროკავშირი ჩვენგან არ ითხოვს მაღალ სტანდარტს, მხოლოდ ცივილიზებულად მოქცევას გთხოვს. ამ მიზნით ბლოკმა სამივე ქვეყანას გადასცა კითხვარი. მაგალითად, საქართველოს ეკითხებიან, რა გავაკეთეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. როგორ ვიცავთ თავად მოსამართლეებს? როგორია ვითარება და წესები მედიის საკუთრების საკითხთან დაკავშირებით? როგორ პირობებში მუშაობენ ჟურნალისტები და ვიცავთ თუ არა მათ უსაფრთხოებას? ასევე კითხვაში არის ერთი კითხვა. არის თუ არა სასამართლო პროცესები და ბრალდებები ჟურნალისტების წინააღმდეგ და მიღებულია თუ არა რაიმე ზომები ჟურნალისტების საჩივრებისგან დასაცავად. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სამი კრიტიკული მედიის მფლობელების წინააღმდეგ, ხოლო ერთი მათგანი ნიკა გვარამია უკვე დააკავეს, ზუსტად მაშინ, როდესაც ევროკავშირის შეფასების მოლოდინში ვართ. ნიკა გვარამიას საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მათ შორის სახალხო დამცველი, ამბობენ, რომ საქმე არის შეთითხნილი, დაუსაბუთებელი და არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ჩნდება მარტივი კითხვა. როცა ქვეყანა ელოდება, რა შეფასებას მისცემს საქართველოს ევროკავშირი, რატომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ კრიტიკულად განწყობილი მედია მენეჯერის დაკავება და არხისთვის საფრთხის შექმნა? თანაც საქმის განხილვა 3 წელია გრძელდება და დაკავების გადაწყვეტილება ევროკავშირის შეფასებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღეს. მარტივია, ნიკა გვარამიას ამ ვითარებაში დაკავება ქმნის საფრთხეს, რომ ისტორიულ მომენტში დავშორდებით ევროპულ ოჯახში გაწევრიანების იდეას. დავკარგავთ შესაძლებლობას, რომელიც უკრაინამ მოგვიტანა და მსგავსი ისტორიული მომენტი შეიძლება წლები აღარ გაჩნდეს.